მოგესალმებით. ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის, ამაზე პირდაპირ ვარ პასუხისმგებელი, იმიტომ რომ ვინც კადრში გვიყურებს, ხედავს რომ ჩემს გვერდით არის ბატონი გია მურღულია და ვინც რადიოს საშუალებით გვისმენს, ჩვენი საუბრით და ბატონ გიას მოგზაურობით დროსსა და წიგნებში ლიტერატურასთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო 20 წუთი გველის ერთად გასატარებლად. პირდაპირ უნდა გითხრათ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ გამოვნახეთ პატარა დრო და დამთანხმდით ინტერვიუს. შეგვიძლია. ასაკი ხომ იწყობს ხელს. ნამდვილად, ცალსახად გიწყობთ ხელს. თქვენ ესეთი რაღაც თქვით რამდენიმე დღის წინ ინტერვიუზე, რომ დავთვალე რამდენი წიგნის წაკითხვა შეიძლება მოასწროს ადამიანმა, კვირაში ერთი რომ წაიკითხოსო და აღმოჩნდა რომ არ ყოფნის არანაირი ასაკი. 3500 წიგნის მაქსიმუმი. ხო და რაც რეალური ასაკია 100 წლამდეც რომ მივიდეთ, მაინც ვერ ამოუწურავთ იმ დიდ ლიტერატურას. მე დავთვალე 80 წლამდე, მეტი პრეტენზია არ მაქვს ჯერჯერობით. 80-ზე თანაბრად ბრძანდებით, თანახმად. სხვათა შორის, შემდეგ გადაცემაში ჩვენ შევთანხმდებით აუცილებლად რომ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით თქვენი დილის ჩანაწერები უნდა გავუზიაროთ ჩვენ მსმენელს, ხო? ვიღებთ თქვენს თანხმობას. ამას ინტერესი იქნება. გავაკეთოთ აუცილებლად. მანამდე ვიმოგზაუროთ წიგნებთან ერთად. თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო გია, ეპოქა და ტერიტორია წიგნის მთავარ საქმელს როგორ განსაზღვრავს? თუ დიდ წიგნებში მთავარ ღირებულებებზე მაინც ყველგან ერთია ნათქვამი დროსსა და სივრცეში როგორიც არ უნდა იყოს ის განლაგებითი? მე მგონია წიგნს წერს სამი რაღაც. დიახ. აქედან ორი კარგია და ერთი მაინც და მაინც არ ვარგა. რეებია ეს. ყველაზე კარგ წიგნებს წერს მარადისობა. რო არ აუშავს ისეთ წიგნებს წერს დრო. და რო მაინც და მაინც არ ვარგა ისეთ წიგნებს წერს არაფრობა. არაფრობასაც აქვს შემოქმედებითი იმპულსები სამწუხაროდ. ხო და ბევრს წერს ხოლმე ძალიან. ძალიან. თუმცა რაოდენობაში ვერ შეედრება ვერც მეორეს და მით უმეტეს ვერც პირველს. და ის პირველი რაც არის მარადისობა და მასთან ზიარების ბედნიერება ალბათ უფრო და უფრო ცოტა ადამიანს აქვს, ხო? რაც დრო გადის რაღაცა რთულია ისეთი ავტორის პოვნა, ვისაც აქვს ზუსტად შეჯახება და შეხება თავად. იცით რა არის დრო არის შავი ხვრელივით, აი ფიზიკოსები რო ამბობენ. ყველაფერში თამთქავს, ყველაფერს იზიდავს, მაგნიტურ დოჯიბეში რაღაც ძალიან ძლიერი ეთყობა და ყველა მიისწრაფის თითქოს ნებსით თუ უნემურად მისკენ. და თუ დროში ჩაიკარგები, თუ დრო დაგიჭერს და აღარ გამოგიშევს, მაშინ მარადისობისთვის აღარაფერი აღარ რჩება. და გასმა რომ თქვას, ჩვენი რელიგიაც, ჩვენი რწმენა, ანუ ჩვენი შემოქმედება, ჩვენი მხატვრული აზროვნებაც, ჩვენი ყოფის სიბრძნეც, ყველაფერი რაც ადამიანისგან მაქსიმუმს ითხოვს ადამიანურობის, აი ყველაფერი ეს იკარგება თუ მარადისობას არ უმზერ შენ, თუ მარადისობას არ გრძნობ შენ. ძალიან ძნელია ამ დროს რომ დაიჩემო სწორედ ამ გზაზე დადგომა და ამ გზაზე სიარული. იმიტომ რომ მარადისობაზე ფიქრს, მარადისობის მსახურებას არც ფული მაქვს, არც გავლენა, არც ძალაუფლება, რაც ასე ძალიან უყვართ ადამიანებს. რისთვისო ახალგაზრდა კაცი იკითხავს, ან თუნდაც ხანდაზმული იყოს. რისთვის უნდა გავისარჯობე მარადისობისთვის, თუ მას ჩემთვის არაფერი სარგებელი არ მოაქვს. არაპრაგმატულია მარადისობის მსახურება. მაგრამ რწმენა ხო მარადისობის მსახურებაა. რა? იესო ჯვარზე რო არის გაკრული იმ ჯვრის სიმაღლიდან თელ დროს ჭრեց, რაც მანამდე იყო და რაც იმის მერეც იქნება. ყველაფერს. შენ თუ ან წერალი ხარ, ან მოაზროვნე ხარ, ან უბრალოდ კარგი ადამიანი ხარ. შენ გინდა რომ ისი თვალებით დაინახო ეს სამყარო. კი გინდა რასაც შეძლებ იმას მოახერხებ, მაგრამ მავანი ყოველთვის იკითხავს ხოლმე რომ
შენ თუ გინდა მოდი მეც მომეცი უფლება რომ მე არ მინდოდეს ეს იმიტომ რომ მე რომელი ახლა ყველაზე ისეთი სიტყვა ყველაზე პოპულარული მე წარმატება მჭირდება წარმატება მჭირდება წარმატება თვითონ სიტყვა რას ნიშნავს რაღაცა არის და იმას უნდა მიამატო უფრო მეტი ყოველ დღე და ეს უფრო მეტი როცა სხეულს შენს მატერიალურ არსებობას უფრო ხმარდება ვიდრე შენი სულის განვითარებას იქ არჩევანის დრო დგება ხოლმე და მე ეს მეტი არ თავდება არა ხო ეს იცით რა არის არც სულის მეტი არ თავდება და არც მატერიის მეტი არ თავდება ორივე განსრულყოფილება გელის ერთი ყალბის სრულყოფილებაა და მეორე ნამდვილი ბესმის თქვენს ერთ ინტერვიუში მოვისმინე ახალგაზრდა გოგონა გეკითხებათ რომ ბატონო გია ესეთი სიმშვიდე საიდან გააქვთ და თქვენი პასუხია რომ მე რო ადრე დაოდე ძიმი წავიკითხე იმის მერე სულ შვიდად ვარ როგორ ახერხებდნენ ის ავტორები თუნდაც დაოდე ძინის თუნდაც სხვა დიდი ავტორები რომ აი ამ დროის მიღმა გასულიყვნენ და მათი ნათქვამი ისევ ცნობილი სიტყვა თანამედროვეში აქტუალურია ყოველთვის დაწერის დროს მანამდე და ახლაც აი ეს მომენტი რანაირად მოდის იცი რატო შეჩერდი წეგარ მათი ნათქვამი და პატარა პაუზა გააკეთე აქტუალურია აი ხო შენ თვითონ არ მოგეწონა ამ სიტყვის გამოყენება ამ ყველაფერს ის მაის მარადისობა მე ახლა ლაოძის წიგნი ვახსენე მაშინ იმ ინტერვიუში ლაოძი არის კონფუცი არის ორი დიადი ჩინელი რა უფრო აქეთი ბლეს პასკალია რომელსაც შატობრიანმა თავზარდამცემი გენია უწოდა მიშელ მონტენი არის რა უფრო ადრე იქ დიდი რომაელები არიან მარკუს ავრელიუსია მაგალითად ყველაფერს სხვას რო თავი დაანებოდა სენეკა არის და ციცერონია და სხვანი არიან როგორ ფიქრობდნენ ან რას ფიქრობდნენ ან რას ჭრეტდნენ, როდესაც ამას ყველაფერს ხედავდნენ. გასაინტერესო. ეს იცით შურსაც კი არ ბადებს. შენ ვერ მისცემ შენ თავს იმის უფლებას, რომ ესენი წაიკითხო და მე ვინმეს შეგშურდეს განსაკუთრებით ამათ. განსაკუთრებით მათი, ხო, შეუძლებელია კი, რომ შეგშურდეს. ღმერთი ხო სხვადასხვა სახით დაგენახება ხოლმე. ერთხელ მაგალითად ერთი პატარა მეგობარი ყავს მე ერთი ეს რომ მითხრა 6 წლის იყო მაშინ პატარა გოგონა არის დიახ გიჟდები ისე მიყვარს მაგარი ტიპია ძალიან ხო და მე ჩემი მეგობრის შვილი და მე ცოტა ვანებიურებდი ხოლმე ადრე ახლა უკვე დიდია ეს ხო და ამან მისაყუდურა რომ რა არისო კაცო ეს ამდენი განებიურება არ შეიძლება და ის არ დაეთანხმა ამ ამბავს და მომეტრიალდა ეს პატარა გოგო და მეუბნება გია მე და შენ ერთმანეთს უყვარვართო 6 წლის ასაკში ამბობს სად არის აქ გრამატიკა ან რასაჭიროა გრამატიკა საერთოდ არა ეგეთი ქართული არავინ არ ლაპარაკობს მარტო ბავშვს შეუძლია რომ ეგეთი რამე თქოს ის ღმერთი ვიმეორებ სხვადასხვანაირად დაგენახება ხან ლაოძის სახით გამოგეცხადება იქ რომელიმე გვერდზე ხან პატარა 6 წლის როგორ ამოთხვა ხო უცებ რაღაც სახით გამოგეცხადება ხო ხანდახან უბრალოდ გამლელის ღიმილით გამოგეცხადება ეს ჩვენი ცხოვრებაა ამას უნდა უგრძნობდეთ ჩვენ და ამას თუ უგრძნობ რამ შეიძლება რომ აგაღელვოს მე რაღა საშფოთველი დასაღებ სულ ფიქრობ ხოლმე როდესაც ისინი ამ დიდ წიგნებს წერდნენ მან იცოდნენ რას წერდნენ თუ მართლა მაინც დრო არის როგორ არის 50-50 50 ხო როდესაც შენ რაღაცას წერ რასაც წერ ის ხომ მნიშვნელოვანია რაც კონტექსტში ამოიკითხება ის ხო ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც არ ახსენებ ისიც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ისიც პოზიციაა დიახ რა დიახ რაც და დუმხარ ისიც პოზიციაა ხო არის გამონათქვამი შენ ხარ ის რა ერთია რასაც აკეთებ და რაზეც დუმხარ ეგეც არის ხო
ძველებს აქვთ ნათქვამი კეთილი ფიქრი, კეთილი სიტყვა და კეთილი საქმე. იმ ლაოძიმ დაო დეძინს რომ წერდა. დიახ. ჯერ ხო იფიქრა. მერე ფიქრი ხო სიტყვის სახეს იძენს. და მერე მთავარი ის არის, ეს კაცი ისე ცხოვრობდა, როგორც წერდა. ჩვენი რუსთველი რო ამბობს არავიქ მწოდნა რას მარგებს ფილოსოფოს და ბრძნობისა. თუ არ ვიცხოვრე მე ისე, რაც მისწავლია. დიახ. რა ჯანდაბათ მინდა მიცოდნა მე მაშინ. რა? მე ხო ის ვარ, როგორც ვიქცევი. ჩემი ყველაზე უტყუარი გამოვლინება ხო ჩემი საქციელია. მე შემეძლია აქ ჩვენიერი სიტყვები გითხრა ახლა შენ. დიახ. მაგრამ ის შესაბამისად თუ არ ცხოვრობ მე ეს სიტყვები იმედ გაცრუებული იქნები, იმიტომ რომ მთელი ქართული ლიტერატურა და მსოფლიო ლიტერატურაც ამას უგირგიტებს დიდი ხანია რა ურთიერთმიმართება სიტყვასა და საქმეს შორის. ჩვენმა სულ ხანსაბა მარტივად გამოხატა ეს სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი. სიტყვიანი. ხო. დიახ. ხო, ესა ცარიელი სიტყვა იქნება თუ უბრალოდ ჩქარა წაკითხული წიგნი, რომელსაც ვერ ხვდები, ეს არის აბსოლუტურად გაბნეული და დაკარგული. ფიქრია იმაზე, რომ რაც ხვდები, ის ბედნიერებას განიჭებს. და რასაც ვერ ხვდები, ისიც ბედნიერებას განიჭებს, იმიტომ რომ შენ მიდიხარ იქამდე. დახურულ კარამდე მიდიხარ, გრძნობ რომ ის კარი დახურულია. შეიძლება იმასაც გრძნობ რომ ამ კარს ვერასდროს შეაღებ. მაგრამ შენ ხო იცი რომ იმის იქით რაღაცა არის კიდე. რაც არის. და ის გაბედნიერებს იმის იქით რაც არის რომც ვერ შეიცნო ვერასდროს მაინც. ამას აკეთებენ და ამას ახერხებენ დიდი მწერლები. დაგანახვონ დაუნახველი. რომ იქ რაღაც არის. იქ რაღაც არის. რომც ვერ ხვდებოდა იმ რაღაცაზე ბჭყალებში ვთქვათ, ფიქრიც ხო უკვე ამბავია იმ ხრივ რომ იმით არის გონება მოცული. და სხვა აღარაფერი აღარ ეტევა მე. დიახ. რუსთველს ხო სიტყვა შეუძლებელი ახლოსაც არ გაკარები არასდროს. არა, არც ერთ კონტექსტში კი. აი ერთი ასეთი ადგილი ეს უნდა დაინახოს, ეს უნდა შეიგრძნო. შეიძლება იმ ადგილის სორნელიც კი შეიგრძნო, თვალადაც ხო დაინახავ ცხადია. ფატმანმა ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ გაუძლო იმ პასუხისგებლობას, რომ უსენს თავის მეუღლეს არ წარუდგინა ნესტანი, რომელიც მათ სახლში ცხოვრობს რამდენი ხანია. დიახ. და ერთხელაც გადაწყვიტა ეს და მიიყვანა ეს უსენი ამ ნესტანთან. და იქ პატარა პაუზა, ორივე გაშტერებული შეცქერის ამ ნესტანს და რუსთველი რას ამბობს, იცი? ერთმანეთი დაავიწყდათო. აი, ამას რო უყურებდნენ, ერთმანეთი დაავიწყდათო. აბა წაი და ახსენე. აი ხო, როგორ უნდა აი რაღაც კარს შეაღებ ამ ორ სიტყვას რო წაიკითხო. რაღაც კარი დაკეტილი დაგვდება, მაგრამ მაინც ხო ქსიამოვნებს, იმიტომ რომ შენ ხვდები რომ ეს ორი სიტყვა რო დაწერა რუსთველმა, თვითონაც ეღიმებოდა ალბათ. ხო, აი თვითონ ეს ორი სიტყვით ხო ყველაფერი თქვა. და მართლა რა რთულია ახსნა. აი თქვენ ხშირად გააქვთ ლექციები საჯარო თუ სხვადასხვა კონკრეტულ ჯგუფებთან თუ ინტერვიუ, სადაც გიწევთ ახსნა. ეს რთული პროცესია, რომ გააგებინო და მოანდომო იმის წაკითხვა, რაც მაგალითად წერია ფურცელზე. მე საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ქვია მცირე პროზა. დიახ. მე სულ ფიქრობ იმაზე, რომ ქართულ სკოლას ერთი ნაგლი აქვს. ისე დაამთავრებს ბავშვი 12 კლასს და ისე წავა და ისე მიიღებს ზოგადი განათლების ატესტატს, რომ წარმოდგენა არ ექნება ვინ არის მაგალითად ერნესტ ჰემინგუეი, ან ჯერომ სელინჯერი, ან ტონინო გუერა, ან გაბრიელ გარსია მარკესი, ან ხორხე ლუის ბორხესი, ან რიუნოსკე აკუტაგავა. რა ჯანდაბას ვასწავლეთ ჩვენ აქ, ამას თუ არ ვასწავლეთ. ჩვენ ხო ეროვნული კულტურის მემკვიდრეებსაც უნდა ვზრდიდეთ და მსოფლიო კულტურის მემკვიდრეებსაც უნდა ვზრდიდეთ. ხო და აი ვეცადე რომ შემეკრიბა იმ დიდი მწერლების პატარ-პატარა ტექსტები, რომელთა წაკითხვას მოასწრებ ერთ გაკვეთილზე და მასზე ლაპარაკსაც მოასწრებ ამავე გაკვეთილზე. და ხო, ეზიარები რა. ხო, და ზოგიერთი პატარა ტექსტია, ნახევარი გვერდია, ერთი გვერდია. 3-4 გვერდს არც ერთი არ სცდება.
ასეთი პატარა ტექსტები შევარჩი, ამიტომ დავარქვი მცირე პროზა ამას და ვაცნობ აი ამ ძალიან დიდ ადამიანებს, გენიოსებს და მათ პატარა ნაწილს მათი შემოქმედებისა. იქ არის სხვათა შორის მოკლე ანოტაციაც, თუ ეს მოთხრობა მოგეწონა, ნახავ კიდე რა აქვს დაწერილი ამ კაცს. შეიძლება გააგრძელო, მეორეც წაიკითხო. ეს მოკლე ანოტაცია თვითონ მწერალზე არის მოკლე ანოტაცია, არის მისი ერთი მოთხრობა და არის ჩემი გზამკვლევი ამ მოთხრობის, როგორ შეიძლება გაიგო ეს. როდესაც შენ ხსნი ტექსტს, მის წიაღში შედიხარ და შენ ცდილობ გაიგო რისი თქმა უნდა და წერალს. ამას ზოგჯერ კარგად ხვდებით, ზოგჯერ სრულად, ზოგჯერ საუკეთესოდ, ზოგჯერ სულ ვერ, ალბათ. ხო, ეს არ არის არაფერს არ ავალდებულებს მე შევთავაზე ჩემი ხედვა და ამას ვკითხულობ ხოლმე უმაღლეს სასწავლებლებშიც და სკოლებშიც და საკმაოდ დიდ ინტერესს ბადებს ეს ბავშვებში. იმიტომ რომ წაიკითხავ ერთ პატარა ტექსტს, მაგალითად ბერტოლტ ბრეხტის პატარა მოთხრობა ასეთი ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ. აი ხო მე და შენ წავიკითხოთ ეს მოთხრობა. მალე წავიკითხავთ, იმიტომ რომ ერთი გვერდიც არ არის. შეიძლება ერთი ორი კვირა ვიკამათოთ მე ამ ყველაფერზე რაც აქ წერია. ხო. ეგ ფიქრსაც ავითარებს, ლიტერატურულ გემოვნებასაც ავითარებს. შენს უკეთეს ხდის. და მეტი რა უნდა ქნას ერთმა პატარა ტექსტმა. ხო, ეს უკეთესად გახდომის მომენტი დოჩანაშვილსაც ხო აქვს თავის წიგნში. საოცარი განცდა, აი დამთავრდა, დახურე წიგნი და გრძნობ, რომ მანამდე სხვა იყავი. ხო, დოჩანაშვილია. ზუსტად ამბობს. ხო, და რა თავარია მას ახასიათებს ეს. ზუსტად რო ამბობს ერთია, მაგრამ მარტივად ამბობს, მარტივად, გასაგებად. აი რუსთველი რო ამბობს ხოლმე, რაცაოდენ თქვა ნათელადო, ნათლად თქმის ოსტატია ესა. ოღონდ ეს სიმარტივე პრიმიტიულობა კი არ არის, ძალიან მაღალი რანგის სიბრძნეა. სიბრძნეა, ხო. აი როგორც იგავებში იციან ხოლმე. იგავების სამყარო კიდე ცალკე სამყაროა. მე ერთი დიდი ხნის ოცნება მაქვს და ერთხელაც იქნება ავისრულებ მაგ ოცნებას, რომ საქართველოში ჩავატაროთ კონფერენცია, როგორი არის ჰუმანიტარული განათლების თანამედროვე პარადიგმა, როგორი უნდა იყოს ის. როგორ ვასწავლეთ ჩვენ ლიტერატურას, როგორ ვასწავლეთ ისტორიას, როგორ ვასწავლეთ ხელოვნებას. მაგალითად ბიბლია უნდა ვასწავლოთ თუ არ უნდა ვასწავლოთ. ან როგორ მივაწოდოთ, რა ფორმით ხო. როგორია მითოსის სამყარო. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამყარო აქ არის იგავების სამყარო. თავის დროზე მე გამოვეცი ერთი კრებული, რომელსაც ქვია სიბრძნე მინიატურაში, 2010 წელს გამოვეცი. და აქ ბევრი იგავი წავიკითხე ძალიან 5000-მდე. შევარჩიე 138 იგავია თუ არ ვცდები აქა. ხო, სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ხალხის. იესოს უყარდა იგავით ლაპარაკი. იგაური ენით საუბარი. ხო, იგაური ენით საუბარი, მარტო იდუმალი მეტყველება, ან იგაური მეტყველება კი არ არის, არამედ აი წაღერაც ვახსენე, ნათლად ლაპარაკიც არის. გასაგებად ლაპარაკია. სხვა განზომილებით შენთვის უცნობ განზომილებას გაჩვენებს. შენი ნაცნობი განზომილებით გაჩვენებს შენთვის უცნობ განზომილებას. და მიხვედრაც უფრო ზუსტია ხოლმე მან. რაღაც უცებ ხვდები. ხვდები. ეგ მიხვედრა. ხო, პატარა ტექსტებია და აი ამიტომაც დავარქვი მე სიბრძნე მინიატურაში. პოპულარული იყო თავის დროს და ახლაც მეხოცებიან ხოლმე ბაშოვნინე სადვეო, მაგრამ მე თვითონ ერთი ცალი მაქვს და მაგრად ვარ ჩაბღაუჭებული. არ წამართა. ყველა კარგ წიგს ეგრე უნდა ჩავბღაუჭოთ. პოპულარული არის თქვენი დილის ჩანაწერებიც და მოკლედ ვდებთ პირობას, რომ რადიო იმედის ეთერში ერთი დილა მივუძღვრათ თქვენი დილის 9:30-იან ჩანაწერებს. შევთანხმდით? თორე წიგნებზე საუბარს რა ამოწურავს. შეუძლებელია 20 წუთში ეს დიდი სამყარო ჩაეტიოს, მაგრამ დიდი მადლობა თქვენ ამ 20 წუთისთვის და ამ დროისთვის. მარადისობასა და 20 წუთშიც ვერ ჩაატევთ მაგამბოს, თლიანად რომ მოინდომოთ. შეუძლებელი, კი. მაგრამ ის მაინც მივიღეთ, ასე ვთქვათ, პასუხი, რომ მარადისობა არის ის თავარი გამსასვლელი, რაც მართლა დიდ წიგნებს წერს. დიდი მადლობა. გიამურღულია იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. შემდეგ კვირაში, რა თქმა უნდა, სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად შევხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის.